აბა, ყურადღებით. გიზათ პირამიდაა და არ წარმოვედგოთ. ხუმრობა იქით იყოს და ბევრ ჩემს საგანმანათლებლო ვიდეოს დიდი პოზიტიური გამოხმაურება მოყვა. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ სკეპტიკოსებიც გამოჩნდა ბევრი. განსაკუთრებით აი სასწავლი. ყოველგვარი სწავლა-მეცადინეობის გარკვევა დაინტერესების გარეშე ფინანსისტი ექსპერტები რომ ხდებიან, ფრიდმანი და რიფკინი მიმიქარავს. და კიდევ ისინი. ბიტკოინი პირამიდაა, ბიცი. ახლა კი ხსნი იმათვის, ვისაც ინფორმაციის მოძიება, სწავლა და მეცადინეობა ეთაკილება. მაშ, რატომ არ არის ბიტკოინი პირამიდა? პირველ რიგში უნდა გავერკვეთ თუ როგორ მუშაობს პირამიდული სქემა. ყველაზე მარტივი მაგალითი. პირამიდა იმითაა განსაზღვრული, რომ ახალი მონაწილეების ფულით ძველებს უხდიან მოგებას. ეს ნიშნავს, რომ სისტემა მხოლოდ მანამ მუშაობს, სანამ ახალი ფული შემოდის. როგორც კი ახალი მონაწილეები აღარ შემოვლენ, პირამიდა ინგრევა. აი მაგალითად, ვინც შემსავის ხანდაზმულია, გეხსოვებათ MMM 90-იანებში იყო ასეთი სქემა, ძალიან ბევრი ადამიანი გაყოლფეს და სწორედ ახალწვეულების ფულით ძველებს უხდიდნენ მოგებას ჭყალებში. აი ეს ნამდვილად პირამიდაა. ბიტკოინში ასეთი რამ არ ხდება, რადგან მას არ მართავს არც კომპანია, არც ვინმე რომელიმე პირი, რომელიც დანარჩენებზე სარგებელს იღებს. ახლა კი 5 მოტივი თუ რატომ არაა ბიტკოინი პირამიდა. პირველი, ბიტკოინი არავის პირდება გარანტირებულ მოგებას. პირამიდაში შემოსვლისთანავე გეუბნებიან, შეიტანე და მოიგებ. ბიტკოინში არავის მოსდის ასეთი დაპირება. თუ ვინმე მაგას გეუბნებათ, თაღლითია. არავინ გიხდის, როცა სხვა შემოდის ეს ბიტკოინში. ხოლო პირამიდულ სქემაში კი ასეა. ახალ წევრების ფულით ძველებს ურიგებენ. ბიტკოინში ეს არ ხდება. ფასს ბაზარი განსაზღვრავს და არა სტრუქტურა. მესამე, ბიტკოინს არ ყავს მმართველი. ბიტკოინს არ ყავს კომპანია, დირექტორი ან ორგანიზაცია, რომელიც მართავს ან მოგებას იღებს. ეს არის დეცენტრალიზებული ქსელი და ყველა ოპერაცია პროგრამული ალგორითმების დონეზე წყდება. მეოთხე, შეძენა არ არის სავალდებულო. შენ თვითონ წევს ბიტკოინის ყიდვას. არავინ გაძალებს, არ არის სქემა, სადაც ვიღაცა გიწევს შემოიტანე და სხვა შემოიყვანეო და შენ თვითონ უნდა შეისწავლო ეს თემა და თვითონ გადაწყვიტო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მეხუთე, ბიტკოინი არის ღია და გამჭვირვალე. ხოლო პირამიდები დაფარულად მუშაობენ. ბიტკოინის კოდი, ტრანსაქციები და მარაგი ყველასათვის ჩანს და ყველაფერი ჩანს ბლოკჩეინზე. ტრანსპარენტულია, ღია. ხოლო პირამიდები რამდენიმე წელში ან თვეში ინგრევა. ბიტკოინი 15 წელია, რაც გადაურჩა 1000 გვარ კრიზისს და დღითი დღე ძლიერდება. დასკვნაც ასეთია, რომ ბიტკოინი არ კვირდება სწრაფ გამდიდრებას, ის გაძლევს ფინანსურ თავისუფლებას და რა თქმა უნდა არ გაღარიბების საშუალებას. თუ ეს თემა და ბიტკოინი შეისწავლეთ და გადაწყვიტე შენი ფინანსების პატარა ნაწილი ბიტკოინში გადაიყვანო, მე გირჩევთ გააკეთოთ ეს კრიპტობაზის რეფერალით და შეისყიდოთ თქვენი პირველი ბიტკოინი პირდაპირ ბიტნეტზე. და რა თქმა უნდა, თუ ვინმეს გინდათ თქვენივე ბიტკოინის თქვენივე საფულეში გატანას, გირჩევთ გაიტანოთ თქვენს ცივ საფულეზე. მოკლედ, არასოდეს არ გაღარიბდეთ და rock and roll.